მაგას ბრუნდებით ისო პირდაპირ ეთერში მე დავაანონსე და ვინც ახლა შემოგვერდით კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გადაცემის დასკვნის ნაწილში რაც გვაქვს დრო დარჩენილი ჩვენ ვისაუბრებთ ფეხბურთელების უფლებების დაცვის შესახებ მე აქვე გეტყვით იმასაც რომ დღეს გამართულ აღმასკომზე იყო სულ ორი საკითხი ერთი საკითხის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში რაც ეხება მომდევნო საკითხად დღის წესრიგში შეტანილი იყო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის არსებული დავალიანებები მისი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მიმართ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და ფეხბურთელთა ინტერესების დამცველმა ბესო აბაშიძემ და მოითხოვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ბესო აბაშიძე და ჯავა მუჯირი იქნებიან ჩვენი სტუმრები. ბესო თქვენ მინდა კითხოთ, დაგისვათ პირველი კითხვა. მოითხოვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რას გულისხმობს ეს და მთლიანობაში ჩვენ რო ვისაუბროთ იმ დავის შესახებ, რომელიც დღეს არის ზესტაფონთან გაჩაღებული, ასე ვთქვათ. კეთილი, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით მაყურებელს. რაც შეეხება ზესტაფონის გარშემო არსებულ, ასე ვთქვათ, ხანგრძლივ პროცესს, დავიდან დაწყებული, დავის გამოტანის შემდგომ პერიოდით გაგრძელებული და დღევანდელი დღით დასრულებული, წელიწადია დაახლოებით, რაც ჩვენ ვთქვათ, ოდიკაძის მწვრთნელის შემთხვევაში გვაქვს საფეხბურთო დავის განხილული ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილება. არსებობს ფეხბურთელების დავალიანება ასევე და წელიწადია თითქმის გასული კლუბი არ ასრულებს მოვალდებულებას და არ იხდის ამ დავალიანებას. ანუ რო განმარტოთ ესეთ შემთხვევებში, როდესაც კლუბს წარმოექმნება დავალიანება ფეხბურთელის თუ მწვრთნელის, ეს ფეხბურთელი და მწვრთნელი ვალდებულია მიმართოს საფეხბურთო დავების განხილულ ტრიბუნალს. ის ვერ მიდის ჩვეულებრივ სასამართლოში, ის ვერ იყენებს ჩვეულებრივ საახსრულებლო, ასე ვთქვათ, მომსახურებას, რაც არსებობს საქართველოს კანონმდებლობით, ის მიდის ტრიბუნალში და ამ გადაწყვეტილებას თუ არ ასრულებს საფეხბურთო გუნდი, ამის აღმასრულებელი უკვე გვევლინება ფეხბურთის ფედერაცია. დღემდე ისე მოხდა, რომ ეს გამოტანილი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, კლუბი თავის ნებით თავს არიდებდა, ასე ვთქვათ, ამ დავალიანების გადახდისგან და ფეხბურთის ფედერაციაც აღმოჩნდა, რომ არ აღმოჩნდა ქმედითი, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ზესტაფონთან დაკავშირებული მისი არსებული დავალიანება, ასე ვთქვათ, გადაეწყვიტა დაზარალებული ფეხბურთელების და მწვრთნელის სასარგებლოდ. დღეს იყო სწორედ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება ერთი წლის შემდეგ, როდესაც შეუჩერდა უკვე დღევანდელი გადაწყვეტილებით ზესტაფონს ფეხბურთის ფედერაციის წევრობა იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ იქნება დავალიანება გადახდილი ფეხბურთელების და მწვრთნელის და იმ შემთხვევაში თუ უახლოეს ყრილობამდე არ მოხდება დავალიანების დაფარვა, ყრილობაზე დადგება საკითხი ამ კლუბის საერთოდ წევრობის შეწყვეტაზე. ბესო, მე უნდა კითხვა აუცილებლად მაინტერესებს თვითონ ზესტაფონი, თქვათ, აღიარებს თუ არა, რომ ამ ადამიანების მიმართ აქვს დავალიანება, თუ ქონიათ ხო ბუნებრივია ხა ხვდებით და ცხადია საუბრობთ რაღაც გარკვეულ თემებზე. ნუ თქვენი პოზიცია გაქვთ მათ თავიანთი. აღიარებს თუ არა, რომ გააჩნია ამ კლუბს ამ ხალხის მიმართ დავალიანება და თუ საიდუმლო არ არის, რამდენია რაოდენობრივად ეს დავალიანება. რამდენიაზე გეტყვით, რომ საიდუმლოა, იმიტომ რომ ფინანსებს ეხება და ბუნებრივია თვითონ თუ არ გამოთქვეს სული, მე არ ვარ უფლებამოსილი რომ მათ სახელით ეს ვისაუბრო. რაც შეეხება აღიარებენ არ აღიარებენ, ფაქტია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ტრიბუნალის არის, რომ დააკისრა საფეხბურთო გუნდს. ბუნებრივია ის, რომ ფული არ გადაუხდია კლუბი, როგორ უნდა თუ აქვს ელემენტარულად გადახდილი, მარტივი წარმოსადგენია, ხო, დოკუმენტს წარმოადგენდა და всё გადახდილი აქვს. ამ შემთხვევაში ესე არ მოხდა. ანუ არც ვთქვათ, მწვრთნელის შემთხვევაშიც და ფეხბურთელების შემთხვევაშიც არ დაუცავს, ასე ვთქვათ, თავი კლუბს და არ უთქვამს, რომ გადახდილი გვაქვს და რას გვედავებით. ეგ მომენტი არ ყოფილა. კარგი რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი მაგალითად ზესტაფონი ბატონმა ილია კოკაიამ კლუბი გამოაცხადა ბანკროტად. ხო, ეს უკვე საერთოდ სხვა პროცედურებია, ეს არ არის ერთი ასე ვთქვათ, დავამთავრე და ბანკროტად გამოაცხადე და მეორე დღიდან ბანკროტია. ესეთი რამე ვერ მოხდება, მთელი პროცესია. რა შეიძლება ამ ადამიანებს აი ამას ეგ პროცესი საინტერესოა სხვა შორის, იმიტომ რომ ამ ჯერჯერობით მსგავსი რამ ჩვენ აი უახლოეს პერიოდში ძალიან ადრე თუ იყო, არ ვიცი, ვერ ვიხსენებ, მაგრამ აი ამ ჩვენი საქმიანობის პერიოდში მსგავს რამეს ჯერჯერობით ადგილი არ ქონია. ბუნებრივია გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ალბათ თვითონ ფეხბურთის ფედერაციას უნდა გრძნობდეს. იმიტომ რომ აი ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ
რაღაც ახლა კლუბისთვის მით უმეტეს როდესაც რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტი აქვს ზესტაფონის სახით ქონდა ყოველ შემთხვევაში რაღაც რამდენიმე 10,000 ლარის გამო შეუწყდეს წევრობა და შემდგომ მე საერთოდ გარიცხვის საკითხი დადგეს ცოტა სასაცილოა. ამიტომ მე იმას ვამბობ, რომ გარკვეულწილად ფეხბურთის ფედერაციაც უნდა გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და თუ ესეთი ფაქტი დადგა, ასე ვთქვათ, მან უნდა იკისროს ჩემი აზრით ის ვალდებულება, რომ თუმცა რეალურად მე არ ვიცი ხა რამდენ რა თანხაზეა საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი მოდი ესე ვთქვათ გამოსავალია, ანუ ზესტაფონისთვის რომ თავი აიცილოს ვთქვათ იმ დავალიანებებს, რაც აქვს ჩემი აზრით, ანუ ბანკროტად გამოცხადების. თუმცა იმდენად სასაცილოა მაგას ვიძახი. ესე ვთქვათ რა, ამ თანხის მნიშვნელობას ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს რა, იმიტომ აქ საუბარია პრინციპზე. შენ თუ ხარ კლუბი, შენ თუ გინდა რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშო, არ აქვს მნიშვნელობას პირველი ლიგა იქნება მეორე თუ უმაღლესი ლიგა, თუ გინდა რომ ითამაშო, უნდა დაემორჩილო წესებს, რომელსაც ადგენს ფედერაცია. კი ბატონო, ჯაბასთან მინდა გადავიდე, ჯაბა, აგერ ბესონ ხაზი გაუსვა იმას, რომ თქვათ არის გარკვეული პრობლემები, თუნდაც აღსრულებასთან დაკავშირებით, რომ თქვათ ფედერაციას დასდობრალი უმოქმედობაში, მოდი ესე ვთქვათ, ბილეთს. ამას კონზეც ბილეთს ვთქვათ. პრობლემები, იმიტომ რომ ეხა მოდი ესე მარტივად შევხედოთ რა, თითოეულ ადამიანს შეიძლება ძალიან დიდი ამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თანხას, თუნდაც 100 ლარი იყოს, თუ ეკუთვნის, უნდა მიიღოს, იმიტომ რომ დღევანდელ ცხოვრებაში მით უმეტეს ყველას აქვს გარკვეული გათვლა, ხო, ბუნებრივია. შეიძლება არ დაიხოცონ მშივრები, მაგრამ თანხა, რომელიც ეკუთვნით, უნდა მიიღონ. პრობლემები, თუ კი აღსრულება არის პრობლემა, მაშინ რა აზრი აქვს თქვენ საქმიანობას? გამარჯობათ, მოგესალმებით. ზუსტად იგივე კითხვა დავუსვით ჩვენ ფედერაციას, რა აზრი აქვს თქვენს მიერ დაარსებულ ტრიბუნალის არსებობას, რომელსაც ამხელა მნიშვნელობას ანიჭებთ, რა აზრი აქვს თქვათ იქ წასვლას და დავას, რა დროც კარგავთ, ფულს კარგავთ, იმიტომ რომ იქ დავას განხილვა ნერვებს 500 ლარი ღირს, მე მთელ ამ პროცესში პლუს ნერვებს და რა აზრი აქვს აი ამ ყველაფერს. თუ არ მოხდა აღსრულება, აღსრულების პროცესი ძალიან მარტივია. თავარი იყოს ნება. და მე სიმართლე დღეს არც მქონდა ინფორმაცია ამ აღმასკომში, უბრალოდ ჩვენ ეს კომუნიკაციის პრობლემა არის. მე არც ვიცოდი რომ ამ საკითხს წამოწი, იმიტომ რომ მე ეს საკითხი წამოიჭრა შარშან და წესით რამდენადაც მე ვერ ვყვევი თქვათ მაშინ ავტომატურ რეჟიმში უნდა ანუ არ გადაიხადა და უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. ხა ამის მიუხედავად იმისა რომ ამის შემდეგ ძალიან ბევრჯერ წერილით მივართ ფედერაციას სულ ეხლა ხანს რაღაც ერთი თვის წინ, როდესაც მინდა მასკენ აღნიშნო რომ დაახლოებით ნოემბრის თვეში ჩვენსა და ზესტაფონს შორის მოხდა გარიგება, ანუ ჩვენს ამ გულის მომავლის ამ ფეხბურთელს ეს იყრება ბაბუნაშვილთან დაკავშირებით, როცა ბაბუნაშვილი დათანხმდა ამ თანხის დავალიანების, ანუ ერთ წელზე გადანაწილებას. ხო, ანუ ეს ხო პროცედურულია. ანუ ერთ წელზე გადანაწილებას ეს შემოგთავაზება, ანუ წამოვიდა ზესტაფონიდან, თქვას რომ თქვა ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ერთიანი გადახდის, მაგრამ ეს შესთავაზა ბაბუნაშვილი დათანხმდა ამაზე, შედგა გარიგება და ყოველ თვე 3 თვე ჩაურიცხეს. მეოთხე თვე უკვე დაემთხვა ის ცნობილი პროცესები ზამთარში, როდესაც კლუბმა გამოაცხადა, რომ არანაირი სახსრები არ გააჩნია და მთელი ამ ხნის განმავლობაში უხელფასო დარბოდნენ ეს ფეხბურთელები იქ და მსმენელებიც ამჟამად. და წდებოდა ის, რომ დააფინანსებდა თუ არა. აი მაშინ ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი მე დირექტორთან ზესტაფონის მიშა ხუციშვილთან, რომელიც დამპირდა, რომ როგორც კი პირველივე თანხა ჩაერიცხებოდა, პირველივე ხელფასს გასცემდა, მაშინვე ეს თანხა ავტომატურად მას ბიუჯეტში ეჯდა. მაგრამ ამ აქამდე თანხა არ მიუღია და შესაბამისად ერთი თვის წინ ახლიდან მივმართეთ ჩვენ და უთხარით რომ დავალიანება არ დაიფარა და მოვითხოვეთ ეს თანხა. სულ ეხლა ხანს ჩემი ინფორმაციით აფციაური შეხვდა ილია კოკაიას, შემთხვევით შეხვდნენ ისინი ერთ-ერთ აეროპორტში და აფციაურს დაპირდა ილია კოკაია რომ უახლოეს მომავალში ამ თანხას დაფარავდა და სწორედ ამიტომ მე ცოტა იმედიანად ვიყავ ისე მქონდა ეს ისაც და ეხლა ხანს მოხდა რამდენიმე დღის წინ და უბრალოდ დღეს არ ვიცოდი და არ ცოლოდებოდი ხშირად მე ისე ჩეჩერებული მეგონა ეს ავტომატურად, მაგრამ ნუ მეტის აღარ გამოვიქნა რომ სხვა გზა აღარა, სხვა ვერავის ვერ მიმართა, ერთადერთი გზა არის ფედერაცია. ამას ან აკეთებს, ან არ აკეთებს და რაც შეეხება ამ გაკოტრების პროცესს, მე უფრო მეეჭვება რომ თქვა ამ თანხის გამო ვინმე ნუ პრინციპისგან შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ნუ წესით ლოგიკურად ამაზე არ უნდა წავიდეს, მაგრამ ესეც იმდენად რთული პროცესია და იმდენად ძელვადიანი რომ რა იქნება, როგორ იქნება, იქ შიგნით რა ხდება ზესტაფონში, როგორ აქვს ყველაფერი, ანუ ვისი ვალი აქვს, ვისი არა აქვს, ნუ ამას მე დღეს ამაზე პასუხს ვერ გაგცემ. ანუ რეალურად
ჩვენ ვართ როგორ სიტუაციაში. თქვენ მიიყვანეთ ეს რაღაცა ლოგიკურ წერტილამდე, აღსრულება გადავიდა ფეხბურთის ფედერაციაში და ფეხბურთის ფედერაცია ვერ ასრულებს ამ ყველაფერს. ჩვენს მხრიდან რაც კი იყო ყველა იურიდიული ბერკეტი გამოსაყენო გამოვიყენეთ. ანუ ერთადერთი ინსტანცია არის ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს აღასრულოს ხო ეს ყველაფერი. თუ ნებაყოფლობით არ ასრულებს. ეს არის უბრალოდ ნებაზე. მე შემიძლია გითხრა ზუსტად იმ პერიოდში, როცა აი ეს დავა დაიწყო, ეს ესეო მარტივად არ დაწყებულა, თქვა პირდაპირ ჩვენ გავვარდით რემონტში, ძალიან ამდენიმე შეხვედრა გქონდა, ვლაპარაკობთ, რომ აი მოდი აი ესე შევთანხმდეთ, ისე რამდენიმე პირობა შევთავაზეთ, მაგრამ ნუ სანამ მივიდოდით ხო, სანამ მივიდოდით, ამ იქ იყო ნუ დაპირებები თავიდან, რომ კი გადავერთით, ნუ გაიწელა იმდენად, რომ ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მივმართოთ ტრიბუნალს, იმიტომ სხვა მივხვდით, რომ თავყადრის არ წამოვიდნენ ამ ბიჭები. მანამდე იყო იგივე თქვა სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებით და იქ ერთი წერილით მაგალითად ლანჩხუთის გურიამ, რომელსაც იმ პერიოდში მართლა ფული არ ქონდა, კამერონელი ფეხბურთელი არნაუტ ჩუენსუ, მარჯვენა მცველი, 6 თვის დავალიანება ახალი ლანჩხუთის გურიის ქონდა, 2 თვის წინა რაღაც სხვა შეპესე იყო, რომელიც მეორე შეპესემ გადაიბარა, 2 თვის წინა ქონდა და ამ ახალმა იმან უპრობლემოდ ზუსტად მე-6 დღეს თანხა ჩაურიცხა ამ ფეხბურთელს. ისე როგორც ერთი გუნდს დალაპარაკებს და მიწერს იგივე ზესტაფონთან მიმართებაში თქვა იყო სხვა შემთხვევა ფეხბურთელთან რომელსაც ტრავმა ჰქონდა იყო იქ ლაპარაკი გუნდინა გაშვებაზე მაგრამ მოლაპარაკების საფუძველზე ისე შედგა ყველაფერი რომ ნუ ფეხბურთელი დაკმაყოფილდა და გუნდიდან არავის არ გაუშვიათ მაგრამ აი ეს იყო ორის საკითხი ჩვენს იმაში რომ ანუ აი ამდენი ხანი გაიწელა ჯერ ერთი და პლუს იმის მერე ეს მოხდა შარშან ივნისში ავიღეთ გადაწყვეტილება ტრიბუნალის რომ ანუ მორჩა და ეს უნდა აღსრულდეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება და იმის შემდეგ ველოდებით ფეხბურთის ფედერაციის ქმედებებს რომ აღასრულოს და ამოიღოს ფული. კი ბატონო, დღეს ხო გქონდეთ საუბარი აღმასკომის ხდომაზე. სადაც იყო აბსოლუტურად ყველა მაღალჩინოსანი ფეხბურთის ფედერაციის დასვით თუ არა ეს საკითხი. ბუნებრივია, მაგისთვის ვიყავით და საბოლოოდ გადაწყვეტილება ის მიიღეს, რაც გითხარით, რომ შეუჩერდა წევრობა ვიდრე არ გადაიხდის და თუ უახლოეს ყრილობამდე არ მოხდება დავალიანების დაფარვა, ყრილობაზე მოხდება გარიცხვის საკითხის დაყენება. ეს მოხდა თვითონ ზესტაფონის შემთხვევაში. მე გავაგზელებ ჯაბარასაც ამბობდა გურიას შემთხვევა, თქვა ერთი ფეხბურთელი და სხვა დანარჩენებსაც იგივე პრობლემა ჰქონდა დავალიანების და აი ამ დიალოგის ანუ არ მისული თქვა ტრიბუნალამდე არ დაგჭირდა მისვლა, ისე მოხდა რომ გაისტუმრეს ის დავალიანება ყველა ფეხბურთელის. ასევე იყო გორის შემთხვევა, როდესაც თვითონ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უშუალოდ ჩაერთო რა. და შევხვდით იმ გორის წარმომადგენელს და თქვენს ბუნებრივია რომ ქონდათ გადასახდელი და გადაიხადეს ის დავალიანება. ანუ ეს რაღაცა კლუბი რომელსაც სწორად ესმის რომ არსებული დავალიანება უნდა გაისტუმროს, ამას აკეთებს. ფეხბურთის ფედერაცია სხვა შემთხვევაში ასე ვთქვათ უფრო მოქნილად იმოქმედა ვიდრე ჩვენ ზესტაფონზე მივიღეთ რა. ერთი წელია ზესტაფონზე ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ფაქტია. კარგი, მე მინდა გითხოთ ბესო შენს ჯაბასაც ძალიან ბევრი ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ხშირად მესმის ამ დავალიანებებთან დაკავშირებით, ხა არ ვიცი რა გაგზელებას აძლევენ თავად დაზარალებულები ამ შემთხვევაში ფეხბურთელები ან მწვრთნელები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რაც მესმის ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები, რომ კლუბებს ფეხბურთელების მიმართ გააჩნიათ დავალიანებები, საქმეები, რომელიც თქვა თქვენთან შემოდის. რა სახის არის და აი რაოდენობრივად თუ შეგვიძლია რომ გადავანაძოთ, თუ ეხება ეს საქმეები მარტო აი ამ დავალიანებებს. ხო, არა, ეგრეა, ძირითადად ეხება დავალიანებებს. ანუ ის რომ ფეხბურთელი მუშაობს, მოდი ის რომ თამაშობს, ქვია თამაშობს მაყურებლის თვალში, სამართლებრივადაც ის მუშაობს, ეს არის მისი სამსახური, სხვა სამსახური მას არ აქვს და ამისთვის მას ეკუთვნის ანაზღაურება. ძირითადად ეს ეხება ზუსტად აი ამ აუნაზღაურებელი დავალიანების მოთხოვნებს რა. თუმცა იქ შესაძლოა იყოს და იყო კიდეც წარსულში ფაქტი, რომ თქვათ ტრამვის გამო რომ არ აქცევს კლუბი ყურადღებას და იგივე ქონდა ჯაბასაც მსგავსი საქმე ტრამვის გამო თქვათ იქ პურნალობის ხარჯებს და ასე შემდეგ. უფრო ხარჯებზე არ იყო ჩემპიონატი დაამთავრა. ანუ პრინციპზეა საუბარი რა. როგორც წესი ქართულ კლუბებს უჭირთ, ესე ვთქვათ, უჭირთ და ასე ვთქვათ არ აქვს სურვილი რომ ტრამვის შემთხვევაში მას ბოლომდე ვთქვათ რაც ჭირდება ის პირველადი ოპერაცია შემდგომ რეაბილიტაციის პროცესი ზოგ შემთხვევაში კი არა ხშირ შემთხვევაში როდესაც სერიოზულ ტრამვასთან გვაქვს საქმე საკმაოდ დიდხანს გრძელდება. არა და ხარჯის დიდია. და ხარჯის შესაბამისად დიდია კი ამიტომ
არ ვიცი, მე ბოლოს რაც მახსენდება მხოლოდ ერთი დინამო თბილისია, რომელიც ჭანტურიას. ლოკომოტივი კიდევ კი, ხო, ჭანტურიას მე რამდენადაც ვიცი, ყველაფერი გაუკეთა აბსოლუტურად. ლოკომოტივი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ვთქვათ აქვს ფეხბურთელებისთვის გაკეთებული და ასე ვთქვათ ზრუნავს რა იმათ იმას. სამწუხაროდ სხვა არ მახსენდება ხა. უბრალოდ ტრაუმის შემთხვევაში ხდება ის, რომ კლუბი დგება რისკის წინაშე, რომ ერთი რომ ოპერაციას გაუკეთებს და თქვა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ეს ოპერაცია რეაბილიტაცია და ამას ემატება იმის რისკი, რომ ანუ ეს ფეხბურთელი შეძლებს კი გაგრძელებას და ამ ჩვენ შემთხვევაში ამაზე იყო ლაპარაკი, რომ ფეხბურთელს არავის არ ქონდა არც მწვრთნელს, არც იგივე ხუციშვილს იმაზე პრეტენზია, რომ თქვა ამ ფეხბურთელის ხარისხზე ძალიან უნდათ უბრალოდ იყო იმისის რომ აი არ ვიცი შეძლებს თუ არა ეს მერე თამაში და მირჩევნია ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე რომ ეს ფეხბურთელი ვთქვათ გადაუხადო ოპერაციის ფული და შევწყვიტო კონტრაქტი. და ჩვენ ვთქვით რომ ეს შეიძლება მოდი დატოვე გუნდში ბოლოს შევთანხმდით იმაზე რომ უბრალოდ ფეხბურთელი დათანხმდა ხელფას განახევრებას თუმცა ესეც არ უნდა იყოს მაგრამ იმდენად გაიწელა ეს პროცესი ოპერაციის რომ ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო ეს მოლაპარაკება რო არ ყოფილიყო ფეხბურთელი ოპერაციას გაიკეთებდა 4 თვით ადრე და ბოლოს უკვე იმდენად გაიწელა რომ უკვე აღარ ამის გასაჩივრება მერე და მერე გასაჩივრებული ფეხბურთელი იმ კლუბში რომ დარჩება კიდე 2 წელნახევარს და რთული ის იყო და დათანხმდა იმაზე რომ კლუბში რჩი დარჩა გაინახე რომ ხელფასი დაუფინანსეს თავიდან ბოლომდე ყველაფერი და ამის გამოსავალიც ახლა შეიძლება ამ გადაცემის ის არის ამის გამოსავალიც მე ვთვლი რომ უნდა იყოს და ბესო დამეთანხმება აუცილებელი დაზღვევა ფეხბურთელის აი ესეთ სიტუაციაში როდესაც ფეხბურთელს ტრავმა მე მესმის რომ ეს არის ბიზნესი იქ არ უნდა კლუბს რომ გადაიხადოს ფული ზედმეტი რისკი აპენებს მესმის, მაგრამ იქ გარანტირებული როა რომ სადაზღვევო კომპანია ამ შემთხვევაში გადაიხდის ოპერაციის ფულს, მოდი ფეხბურთელი ამ დროს წავა გაიკეთებს ოპერაციას და თუ რამე იქ სადაო იქნება გაშვება არ გაშვებაზე, იმ შეწყვეტაზე, აი სავაჭრო საკითხები რო წავა, აი მოდი ჯერ ოპერაცია გაიკეთოს ავტომატურად და იქ მე გაგრძელდეს ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს. მაგრამ ოპერაცია იმას გარანტირებული იქნება, კურნალობა გარანტირებული იქნება. ხო, მაგრამ მოდი ახლა ერთ-ერთი მხრივ ესე შევხედოთ. ახლა მე რო წარმოიდგინე რომ მყავს ჩემი კლუბი თქვა სიტყვაზე და მე მესმის რომ ახლა თქვენ ენაზე ეს აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ მე თუ წლების მანძილზე ვინახავ კლუბს, დებ თანხას და მიიღო ჩემო ფეხბურთელმა, მე რას ვამბობ, რა შეიძლება არასწორად მსჯელობ ახლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ლოგიკის მარცვალი მაინც გონი არის, ანუ ამ შემთხვევაში რომ გამოვიდე კლუბის ინტერესებიდან. კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ მე ვიხდი ამ ადამიანის ვთქვათ ოპერაციის, რეაბილიტაციის თანხას აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ ვერ გავრისკავ იმას, რომ დავტოვო ჩემთან გუნდში. ეს მე მესმის რომ კონტრაქტით გეთანხმები აბსოლუტურად მე იგივეს ვიძახი ამ თვითას რომ ანუ კლუბს თავისი ხედვები აქვს, გათვლები აქვს და რო არ მოხდეს აი ამ პროცესის გაწელვა. ხშირ შემთხვევაში ამაზე ხდება ხოლმე, ანუ რისკის ფაქტორი დგება რომ ფეხბურთელი შეძლებს თუ არ შეძლებს, ანუ უნდა თუ არა ის ფეხბურთელი. და მიდის ამაზე ლაპარაკი, მოდი შევწყვიტოთ კონტრაქტი და ფეხბურთელი არაა თანახმა და ამაზე მიდის ვაჭრობა. მოდი 2 თვის მომეცი, 3 თვის მომეცი ასე შემდეგ. ეს პროცესი იწელება საოპერაციო და ვაჭრობენ რითი რომ ანუ გადაგიხდი ფულს გადაგიხდი. სანამ არ შევთანხმდებით ოპერაციის ფულს ვერ გადავიხდი. ნუ გასაგები, ანუ ერთგვარი ულტიმატუმის ის ანუ შევთანხმდეთ, მე ამ ყველაფერს უცებ გიხდი ვამთავრებ. არ მოდიხარ ჩემ პირობაზე, მოდი ვივაჭრო და ამ შემთხვევაში მიდიხარ გუნდიდან, გაძლევ თანხას უკეთ ოპერაციის, თუ ეს არის ვაჭრობის საგანი, თუ არა და ვილაპარაკოთ, ამაში მიდის დრო. გასაგები. ხო, ანუ მე აქ იმის დამატება მინდა რომ ესე მარტივადაც არ არის რა, კლუბი რომ ხარ, ფულს რო ხარჯავ, წეგანასაც იძახი. შენ ეს არის კლუბის შემადგენელი ნაწილი, რომ ფეხბურთელი იღებს ტრავმას. ესე არ არის, რომ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოვიქნიე სხვა მოვიყვანე. კიდე ტრავმა მიიღო, გაუში სხვა მოვიყვანე. ეგ არ არის ფეხბურთი. ნახე, მე ცოტა სხვა მიმართულებით მინდა. არა, არსებობს კატეგორია ფეხბურთელების, რომელიც ნუ რეგულარულად თქვა სეზონში 6-7 თვე არის სიტყვაზე ტრავმირებული. კი ბატონო, მაგრამ მე რა მას აქვს ხელშეკრულება კლუბთან. მოდი ესე ვთქვა. ამას გეუბნები, ანუ ხელშეკრულებიდან დაიღალა ამ ადამიანის მკურნალობით, მან უნდა ადგეს, ესე ჩვეულებრივი ამბავია, რაც დარჩენილი აქვს იმამდე ხელშეკრულების ბოლომდე. გადაუხადოს ის მისი მოქმედების და კი ბატონო, შეუძლია ეგეთი რამის გაკეთება. შეუძლოს გაუშვას. შეუძლია შეწყვიტოს. არა, ეს უნდა გადაუხადოს, ანუ უნდა ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე ეს უნდა გადაიხადოს. ეხლა აუცილებლად აი სუ ისე მაქვს ხოლმე რა მეც გულშემატკივარი ვარ ჩვენი ეროვნული ნაკრების ჩვენი ფეხბურთელების და ლევან ჭედრიძე. კი ბატონო, მე აშოროს ხო, არა, ნუ უბრალოდ რაც გვახსოვს აი შეგნებულად რომ ძალიან დიდხანს წარსულში ტრავმიანობდა, მოაგვანახოს მისი ტრავმა მომავალში.
ანუ რა უნდა ყოფილიყო, წარმოვიდგინეთ, რამდენი სეზონი გადიოდა და მინდორზე ვერ შედიოდა სათამაშოდ, ხო? ამდენი ხანი უნდა წამოსულიყო ალბათ საერთოდ იმ კლუბიდან, ესე რომ უდგებოდნენ სერიოზული კლუბის მენეჯერი, ხო? მართველები. სხვა ქვეყანა არა, გავიგე, ხო, მაგრამ მაგას ვამბობ, ჩვენ ხო გვინდა რომ იქ მივიდეთ და გავასწოროთ არა, მათ. ბევრი რამე გვინდა, მთავარია რომ მიუახლოვდეთ მაინც. ხო, აქ საუბარი ეგ არის პრობლემა. დაზღვევას რო დაუბრუნდეთ. კი ბატონო, დაზღვევა. ჩვენთან არ მუშაობს დაზღვევა. იმ ქვეყნებში მუშაობს დაზღვევა. და ეს ხარჯები გარკვეულწილად დიდი ნაწილი აქვს გამოკლებული ამ კლუბს. აი ამ კურნალობის ხარჯებს გულისხმობ ოპერაციის ხარჯი და შემდგომ რეაბილიტაციის ხარჯები და შემდეგ. გააჩნია სხვადასხვა ქვეყანაში კიდე სხვადასხვანაირად მუშაობს ეს დაზღვევები. ჩვენთან ეს არ არის. ამიტომ ხდება ყოველთვის რომ აი კლუბი ასე ვთქვათ მონდომებულია რაღაცნაირად ტრამვას თუ მიიღოს ფეხბურთელი როგორ თუ რაღაც სერიოზულია ეხლა თუ საერთოდ გაგრძელებას ვერ ახერხებს იქ კიდე ლოგიკურია და ყველგან მასეა თუ დაადასტურა სამედიცინო საბჭომ რა ვიცი ერთმა ექიმმა მეორე ექიმმა რომ ან დასწრა თუ დადეს რომ всё გამორიცხულია ვეღარ აგრძელებს ნუ კარგად იყავი რა ეს არის საფუძველი რომ შეუწყვიტო და იქაც სხვადასხვა ხელშეკრულებები სხვადასხვა პირობადებს რომ თქვა შეიძლება მთლიანად კი არ გადაიხადოს ნახევარი გადაიხადოს დარჩენილი და ასე შემდეგ ჩვენთან დაზღვევა არ მოქმედებს ამიტომ ისეთ სიტუაცია ვართ რომ ჩავთვალოთ რომ ეს არის საწარმოო ტრამვა აი ესე უხეშად რო ვთქვათ ისევე როგორც ქარხანაში მუშამ შეიძლება მიიღოს დაზიანება და უნდა უმკურნალოს იმ ქარხანამ, იმიტომ რომ საწარმოო ტრამვა მიიღო, მსგავსი ხა ძალიან მარტივიანი თუ ამბობ, რომ გასაგები იყოს, ხო? მსგავსი რაღაც არის ფეხბურთშიც რა. დაზღვეული არ არის, ფეხბურთელი იღებს ტრამვას, კეთილი ინებდა და უნდა მიხედო. სხვა გამოსავალი მანდ არ არის. თუ გინდა რომ წერია ეს რომ უნდა მიხედო. ბუნებრივია, იმიტომ ეს მოთხოვნა ეს სტანდარტია მაგრამ FIFA-ს და ჩვენი ფედერაციის ეს ხდება ხომ შემთხვევაში, აი ვაჭრობისაგან. თუ ხარჯია და ყველა ერიდება ამ ეს ხარჯს. ხარჯია, რა თქმა უნდა, ჯერ ისედაც დიდი ხარჯია, ხა მე რასაკვირველია, ყოველთვის ფეხბურთელებისკენ ვარ და არასოდეს არ ყოფილვარ, თქვა ამ შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობის სულ ცდილობ რომ დავიცვა ფეხბურთელების პოზიცია. უბრალოდ რახან ხა კლუბი არ არის აქ, იმიტომ დავსვი ეგ კითხვაც რა, შეიძლება მე ვინახავ, ხარჯავ მილიონებს და ადამიანში გადახდილი მაქვს რაღაცა X თანხა, თქვა, როცა გაუფორმე ხელშეკრულება და ერთი თამაში ითამაშა და მას მერე ტრამვირებულია. ბუნებრივია დავიწყე ფიქს ხო იმაზე რომ ფოთაშორის როგორც მახსოვს არის ბეთუბეს უპროგნოზის ამას ქუთაის ქონდა მე მგონი მე ხაკაძესთან მქონდა ლევან ხაკაძესთან რაღაც შეხვედრა მაშინ წაუბრობდით და მან თქვა რომ ნუ ქუთაისში მე არ გამიგია არ ვიცი ამ ტრამვის შემთხვევაში რამე პრობლემა იყო თუ არა აქამდე მაგრამ მან თქვა რომ მე მქონდა დაზღვევა და რომ დავთვალე რა მიჯდებოდა წელიწადში დაზღვევა გაცილებით იაფი მიჯდებოდა აი ესე ანაზღაურება ჩემი ჯიბიდან ოპერაცია ანუ არა მარტო ზოგადად რა ანუ რასაც უნაზღაურებდა სადაზღვევო კომპანია გაცილებით ნაკლები მიჯდებოდა მე და გადავწყვიტე რომ მეორე წელს გავაუქმო ეს ყველაფერი მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა იყოს ეს აუცილებელი და პლუს ცოტა კონკურენცია როცა შეიქმნება უკვე სადაზღვევო კომპანიებიც ფასებსაც დაწევენ და უკვე აღარ იქნება დღეს მაგალითად რო ელაპარაკებს სადაზღვევო კომპანიებს რო გებულობენ ფეხბურთს და სპორტს საერთოდ სულ სხვა იმას რაკურსს უყურებენ ამას რისკები ადის უმაღლეს დონეზე და ფასიც იზრდება პაკეტების ბეს ჯავ მე მინდა კითხოთ აი თვითონ ცნობადობა თქვენი და დაინტერესება თქვენს მიმართ ანუ ძირითადად ამ შემთხვევაში თქვა დაზარალებულების მხრიდან რამდენად ხშირად მოგმართავენ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში რომ მიიღოთ მონაწილეობა და ჩაერთოთ ჩვენ პრინციპში ძალიან ხშირად აი ბოლო პერიოდის განმავლობაში და უფრო ხშირდება ხოლმე ეს მომართვა სეზონებს სანამ განახლდება რა ანუ როდესაც ახალი ხელშეკრულებები იდება შუა საზეიმო პერიოდებში შუა საზეიმო პერიოდებში იმიტომ რომ ჩვენ ყველას ვეუბნებით რომ თქვენია ეს ორგანიზაცია მოდით უფასოდ გთავაზობთ სანამ ხელს მოაწერ იმ კონტრაქტს იმიტომ რომ ეს კიდე სხვა პრობლემა და თემაა რომ ფეხბურთელი თავარია შეხედოს რომ თანხა უწერია ვადა რა ვადა და შიგნით რა წერია ვის თანხა რო უწერია ხვალ შეიძლება ის თანხა განახევდეს კი არა უფრო დააკლდეს ამას ის ვეღარაცნობიერებს ამიტომ ჩვენ ყველას მაგას ვეუბნებით რომ მოდით ვკითხეთ სანამ ხელს მოაწერთ რა იმიტომ რომ ეგრე არ არის სამწუხაროდ ძალიან დაბალი არის ჩვენ ფეხბურთელებში ქართულ ფეხბურთელებში ელემენტარული იმის რაღაც ხელშეკრულების წაკითხვის კულტურა მოდი ესე ვთქვათ რა და აი ჩვენი მიზანიც ეგაა ზუსტად რომ ყველამ გაიგოს რა რომ ესე არ არის უნდა წაიკითხო ეს სანამ ხელს შენ თუ ვერ გებულობ უნდა მოიტანო და ჩვენ წავიკითხავ ჩვენ მაგივრად და გირჩევთ და პლუს აი ესეთ შემთხვევაში როდესაც პროცესი მიდის ტრიბუნალში თუ
ფედერაციას ამ დროს არ მოგვეხმარა ამის ხო, იმიტომ რომ აღსრულებაში რა. გამოდის რომ აზრი არ აქვს. გამოდის რომ აზრი არ აქვს და თუ ურიგდები და შეხვთავ თქვათ ნორმალური გუნდის ხელმძღვანელი ვინც მოყვება და ფეხბურთელიც თქვათ რომელიც რაღაც პირობაზე თანხდება ოღონდ აღარ წავიდეს იქზე სხვაგან და არ გაიწელოს პროცესი ჩვენ ხო ვერ შევძლებთ ფეხბურთელი აიძულო რომ გინდა თუ არა წამოდიან ტრიბუნაში გინდა თუ არა დათანხმდნენ ამ პირობებს უბრალოდ რეალობას ვაჩვენებთ და იქიდან გამომდინარე ვეუბნებით რომ შეიძლება თუ არა ამის კი ბატონო და ჩვენ უნდა დასრულისკენ წავიდეთ დრო იწურება მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დავსვა ბეზო შენ ხაზი გაუსვი იმას რომ არ არსებობს კულტურა იმ დონეზე აყვანილი კონტრაქტი აბსოლუტურად გეთანხმები რომ უმრავლესობა 80% მაინც უყურებს თანხის რაოდენობას ხო თუ მეტი არა და უყურებს ხანგრძლივობას ამ კონტრაქტს იქ რომ უამრავი პუნქტი წერია ამას არავინ არ კითხულობს თავიდან ბოლომდე ორივეს მინდა კითხოთ ამ თემასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ინფორმირებულობა ამ მიმართულებით არის ძალიან მცირე მინდა კითხოთ ბავშვებზე, რომლებიც დადიან ფეხბურთზე და სხვადასხვა სკოლებში აჩეჩებენ გარკვეულ ფურცლებს, რაზეც აწერინებენ ხელს, თუ არასრულწლოვანია მშობლებს და შემდგომ უკვე ამ ბავშვებს ექნებათ ძალიან სერიოზული პრობლემები. თუ ქონიათ ეგეთი თხოვნით თუ მოუმართავთ მსგავს საქმეზე და აი რა შეგიძლიათ თქვენ რომ ურჩიოთ თქვათ მშობლებს რომელმაც არ იცის მიცეს რაღაცა ფურცელი ეხა და არ იცის რა გააკეთოს და როგორ იმოქმედოს იგივე უნდა ურჩიოთ იმ მშობლებსაც იმიტომ რომ იმ მშობელსაც თუ არ ესმის რაზე აწერს ხელს ისიც მასაც შეუძლია მოვიდეს და იკითხოს რა იმიტომ ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი თქვა 12-13 წლიდან უკვე ჩვენ ვხვდებით ხელშეკრულებას სადაც ჩვეულებრივ პროფესიულ კონტრაქტს უფორმებენ ეს კიდე ცალკე ნონსენსია არ შეიძლება 12-13 წლის ბავშვს გაუფორმო ჩვეულებრივ პროფესიულ კონტრაქტს. ამაზე არის რაიმე ბერკეტი, რომ თქვათ მანდ როგორი რაღაც არის, ბერკეტი არსებობს, ანუ ჩვენი კანონმდებლობა უშვებს თეორიულად ამის შესაძლებლობას. შრომის კოდექსი ითვალისწინებს, რომ თუ ეთანხმება ამას კანონიერი წარმომადგენელი, შესაძლებელია გაფორმებული იქნეს დასაქმების კონტრაქტი. ეს არის დასაქმების კონტრაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ უკვე იქ როდესაც ხდება არასრულწლოვანის კონტრაქტი და სრულწლოვანის კონტრაქტი, განსხვავებას ადგენს უკვე ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაადასტურა ეს წესებიც, რაც FIFA-ს რეგულაციებით იყო განსაზღვრული. იქ არ შეიძლება თქვა 3 წელზე მეტი ვადა იყოს თუ არასრულწლოვანი აფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანონიერი წარმომადგენელი აწერს ხელს, მაქსიმუმი ვადა 3 წელია. თუ სრულწლოვანზე მაქსიმუმი ვადა 5 წელი. ანუ აი ეს ელემენტარული რაღაცეები სრულდება შეიძლება. ხო, მაგრამ ჯაბა, არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან ბევრს მშობელს დაუსვას ეს კითხვა უბრალოდ მე არა ვარ გაცნობიერებული ამ მიმართულებით და შესაბამისად არც ვერც კომპეტენტურ პასუხს გავცემდი ამ მხრივ. თუმცა მე მიმაშენ რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც 10-დან 13 წლამდე ბავშვებს უფორმებენ ხელშეკრულებას. მით უმეტეს რომ აბსოლუტურად გაუგებარია რას უფორმებენ. იგივე და რას მოთხოვენ კიდე ბოდიში თავარი რას მოთხოვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ მეც იგივე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენი კარი ღია ყოველთვის რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ მშობელს შეუძლია მოვიდეს უფასო კონსულტაცია მიიღოს კვალიფიციური იურისტებისგან და შემდგომში უკვე წაიყვანოს უკვე შესწორებული ხელშეკრულებები და ისეთ ხელშეკრულებაზე მოვაწერინონ ხელი. რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი, ამაში ფედერაციაც უნდა ჩაერთოს თუ სპორტის სამინისტროს უნდა ჩაერთოს. ამ დასალაგებელია ბევრი რაღაცა, ბევრი ვთქვათ კონტრაქტის და ვთქვათ შრომის კოდექსის და რაღაც ერთმანეთთან არის მოსაყვანია შესაბამისობაში და ამაში სპორტის სამინისტრო ალბათ თვითონ ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გამოვიდეს ინიციატივებით, რომ ეს ყველაფერი დაიხვეწოს. კი ბატონო, კარგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჯაბა მუჯირი, ბესო აბაშიძე იყვნენ ჩემი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმრები. ჩემთვის განკუთვნილი დრო დღეს ამოიწურა, მე გემშვიდობებით პარასკევამდე, პარასკევს 22 საათსა და 40 წუთიდან ჩვენ შევხვდებით ისე TV-ს ეთერში, ამჯერად უკვე შევხვდებით სუპერთასის თემით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.